ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ფლავში. ეს არის გორის რაიონი, უხვი და ბარაქიანი სოფელი. შემოდგომაა და მოვიდა სეზონი, რომ მოვამზადოთ მწნილები, საწებლები და ესეთი გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სუფრა ესეთი გემრიელი დანამატებით. დღეს ჩვენს გადაცემაში მოწვეული ყავს ამ საწებლების და მწნილების დედოფალი, ნამდვილი ოსტატი, ქალბატონი ლალი გოგშელიძე. მოგესალმებით ლალი. მადლობთ რომ მოგბრძანდით ჩვენს გადაცემაში. მე გამისინჯავს თქვენი მწნილები. და ეს ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, ესე იგი, იმდენად გემრიელია. და თანიცით არა მარტო გემრიელია, არამედ ლალის მეთოდით რომ მოამზადებთ მწნილს, ის არასდროს გაგაწბილებთ. ყოველთვის გამოგივათ, არასდროს აგიდუხდებათ და ყოველთვის არის საუკეთესო ფორმაში და ყოველთვის გასიამოვნებთ. ეხლა დღეს რას ვამზადებთ ლალი გვითხარით? ტაჯიკას, რომელიც არის ძალიან უბრალო და იოლი, რომელსაც არანაირი დიდი ხვაფორტი არ სჭირდება, ძალიან იოლად მზადდება და აქ არის რამდენიმე ინგრედიენტი და დანარჩენი ვამზადებთ კიტრის ნილს, რომელიც ანალოგიურად ძალიან იოლად იდება და იჭმევა ასევე იოლად, მაგრამ შეგვიძლია რომ ზამთრისთვისაც მართალია. აი ახლა მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვენ აგარაკზე იმყოფებით, ეს არის საუკეთესო ადგილი და დრო, რომ მოამზადოთ მწნილები, ხო მართალია? საწებლები გააკეთოთ, თან ბარაქიანია, უხვია სოფელი, ეს ყველას მოგეხსენება და რაღაც ამის ეშხზეც მოდიხარ და თან შემოდგომაზე. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ აი ეს არაჩვეულებრივი აჯიკა, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ძალიან უბრალო. ესე იგი, რისგან შედგება ახლა ეს აჯიკა? რა ინგრედიენტებია ეს აჯიკა? ეს ძალიან უბრალო აჯიკა. შედგება უბრალო პამიდრისგან, შედგება ნივრისგან და ბულგარული წიწაკისგან. და ამას შიურებთ მარილს, შემდეგ ძმარს და მწარე წიწაკას, რადგან ზოგს არ უყვარს მწარე წიწაკა, ამიტომ ძალიან მწარეს არ ვაკეთებ, თუ ვინმეს უყვარს ანალოგიურად უკეთებ მწარე წიწაკას. გასაგებია. აი ახლა გვაჩვენეთ აი ეს მეთოდი, როგორ უნდა გავაკეთოთ. უნდა გავატაროთ ალბათ მანქანა. დავიწყოთ ახლა მაშინ გატარება. ჩვენ უკვე ნაწილი. მანამდე კი გავატარეთ წიწაკა და აგერ კიდევ ვატარებთ. ახლა თანამედროვე დროში რა თქმა უნდა ბლენდერებში კეთდება ეს ყველაფერი, ამ მანქანებში არა, რადგან სოფელში ვართ აქ. უბრალოდ ამ მანქანაში ვატარებთ ამ ყველაფერს. ვიღებთ პამიდრის მასას. ახლა მე რა თქმა უნდა ვთვლი იმას, რომ კილო პამიდორზე როგორ და რანაირად ვაკეთებ, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ცოტა ნაკლებად გავაკეთოთ დაახლოებით. ყველაფერი გათვალისწინებულია გემოზე. მაგრამ რეალურად 1 კილო პამიდორზე ვიღებთ 2 კილო ბულგარულ წიწაკას, მაგრამ 2 კილო, 1 კილო პამიდორზე 2 კილო ბულგარული. 2 კილო ბულგარული, რასაც მე ვაკეთებ. ესე იგი, მე ძალიან მომწონს აი ამ მანქანის ფენომენი. თან სოფელში რაღაც ეს უფრო ბავშვობას გვახსენებს. რადგან ეხლა სწრაფი, ძალიან სწრაფად ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მაგრამ სოფელში ბევრს არ აქვს ბლენდერი და ამდენად ბლენდერი, ამიტომ ამაში ატარებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა პირობებში და ნიორი რამდენი უნდა? ნიორი, იცით როგორ არის? ნიორი ჩვენს ნიორი სჭირდება ძალიან ბევრი აჯიკას, იმიტომ რომ ინახავს ნიორი. არც ოფს არ აძლევს არაფერს და ამიტომ აჯიკა მიცის თავისი ობი, როდესაც ბანკაში არამეში ვინახავთ, მაგრამ ნიორს აი ესე ბევრს უშვებით, მოკლედ, მაგრამ ისიც გემოვნებას დაახლოებით. ძალიან კარგი. არანაირი სუნელი ამას არ უნდა ალბათ, ხო? მე სუნელს არაფერს, მე უბრალოდ ამით ვაკეთებ. უშვები მარილს, გემოვნებით და ეხლა მე ესე ვაკეთებ. 1 კილო პამიდორს და 2 კილო ბულგარულ წიწაკას, რა თქმა უნდა, ნიორი იქნება თქვენი გემოვნებით, რაც უფრო მეტია ნიორი, ის უფრო ინახავს აჯიკას. უშვები 9 ჭიქა, ღვინის ჭიქას, ეს არის 2 გრამია, 200 გრამიანი ჭიქა. დიახ. 9 ძმარს. ძალიან კარგი. აქ რა თქმა უნდა. და ეს ჩვეულებრივი ძმარია, ვაშლის ძმარი თუ? არა, ჩვეულებრივი ძმარი. ნუ ზის, აქ არის ახლა, აქ გვისხია ახლა 200 გრამი ძმარი, 1 ჭიქაა ჩასხმული ზუსტად, ცოტა შეიძლება ოდნავ მეტი იყოს. აი ამას 9-ს ჩავასხავ, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ასე ვაკეთებთ. დიახ, მინდა აღნიშნო, რომ ესე იგი ლალის რეცეპტებით არა მარტო საქართველოში ამზადებენ. არამედ მაგალითად, აი უცხოეთში ძალიან ბევრმა უცხოელმა ითხოვა ლალის რეცეპტი და დღეს საზღვარგარეთ ამზადებენ ლალის რეცეპტით. უკვე აღარ ყიდულობენ მაღაზიაში არც კიტრს, არაფერს და
ლალის სახელი ძალიან შორს არის განთქმული. ჩვენ გვინდა მწარე წიწაკა. ძალიან კარგია რომ ესეთი წიწაკა გვაქვს, ამიტომ ამას გემოვნების მიხედვით უშვებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ უყვარს, ძალიან მწარე. რადგან ჩემო ოჯახში არ უყვარს დიდად მწარე და მარტო მე მიყვარს, ძალიან ნაკლებს უშვები ხოლმე. მწარე წიწაკას უშვებით, ეს მერე გაუჩდება. და ეხლა რამდენი ხანი უნდა დავდგათ ეს? ეხლა მე გეტყვით ამას ყველაფერს, ძმარი უქენით, მარილი უქენით ამას ყველაფერს. ეხლა საქმე რაშია, იცით რა? ამას ჩავასხავთ ქვაბში, ეს არის ემალის ქვაბში, იმიტომ რომ ადვილად გამოდის ემალიდან ეს გაზები და ხის კოვზით ყოველდღიურად, იმიტომ რომ მასა დაიწყებს ზემოთ ამოსვლას. სისტემატიურად ერთიანად დაგროვდება ხოლმე მასა. ხის კოვზით მოურევთ. ნელ-ნელა ამოვიყვანთ გაზებს, ეს მოხდება 5-4 დღე, მეტი არა და მერე თვითონ მოჭდება. აი, დადუღდება, როდესაც მასა ჩაჯდება, ჩვეულებრივად ვასხავთ ამას ბოთლებში და ცოცხალი აჯიკა მზად გვაქვს. ეხლა ჩემთვის ცნობილია რომ ხანგრძლივად რომ შეინახოს ამას ასპირინს უშვებიან ხოლმე, თუმცა მე არა ვარ ამისი მომხრე. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რაც შეეხება ასპირინს, მე გეტყვით რომ მე წინააღმდეგი ალბათ არ ვარ ასპირინის, მაგრამ მე უფრო ვცდილობ რომ ნატურალურად გავაკეთო ეს ყველაფერი, ამიტომ მე მირჩევნია რომ ესეთმა ცოცხალმა აჯიკამ დაიდუღოს თავისით ის რაღაც დღეები, ვიდრე ასპირინი უკნა. მართალი. ამიტომ იცით რა არის? კი, ბევრი მოიხმარს, მაგრამ მე ვცდილობ რომ ასპირინი ნაკლებად გამოვიყენო, იმიტომ ნატურალურად მაინც გავაკეთოთ ეს ყველა. მართალი. ეხლა მე მინდა რომ ეს გავსინჯო. მართალია ეს ჯერ დადუღებული არ არის, მაგრამ რაღაცა ესეთი გემო მაინც ექნება, ხო მართალია. და ეხლა მე ეს ძმარი რო გაუჯდება. მარილი, ნიორი, ყველაფერი. ეს ძალიან უბრალო აჯიკა, ეს არის ძალიან უბრალო აჯიკა, რომელსაც არაფერი არ სჭირდება. იმდენად. ცოცხალი. ამას აღარც დადუღება აღარ უნდა. ცოცხალი. იმდენად ცოცხალია, ფრეშია. აი მადის აღმძვრელია და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ეს აჯიკა ძალიან ბევრ პურს გაჭმევს. უბრალოდ ერთი რამეა საჭირო, როდესაც ქვაბში მოათავსებთ, ხის კოვზით უნდა ხშირად ურიოთ. დღეში მაინც ორჯერ იმ ხის კოვზით, იმიტომ რომ ზემოდან ყოველთვის მოექცევა. ეს ეხმარება რომ გაზები ამოიყვანოს. ხო, რომ გაზები და მე თვითონ რომ დაინახავთ, თვითონ მე დადუღდება უკვე და ჩაასხავთ უბრალოდ მოათავსებთ იმ ჭურჭელში, რაც საჭიროა და ეს არის თქვენი აჯიკა, ძალიან უბრალო. ესეთი აჯიკა, რომელიც რა ვიცი. ძალიან კარგი. ეს არ მოითხოვს. მიირთვით აჯიკა მოამზადეთ ლალის რეცეპტით და ეს არის რეცეპტი, რომელიც არასდროს გაგაწმილებთ. ყოველთვის გამოგივათ და ყოველთვის გემრიელი დანამატი გექნებათ თქვენს საკუჭნაოში.